ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების ნაწილი, მაგალითად ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთის მცირე ნაწილი, რომელიც ახლა არის ვოევოდინას ავტონომიური რეგიონი, შედიოდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, დანარჩენი ნაწილი შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში. შესაბამისად, ამ რეგიონში არსებობს ეთნიკური და რელიგიური სიჭრელე. არა მარტო რეგიონში, არამედ ამ რეგიონის შიგნით არსებულ ქვეყანაშიც, ერთ სახელმწიფოში შეიძლება არსებობდეს ეს რელიგიური სიჭრელე, ეთნიკური სიჭრელე, მაგალითად ბოსნია-ჰერცეგოვინა, სადაც ცხოვრობენ კათოლიკე ხორვატები, მართლმადიდებელი სერბები და მუსლიმი ბოსნიელები. ეს ერთ ქვეყანაში და რო წარმოვიდგინოთ ბალკანეთის ვრცელი რეგიონი, რომელშიც რამდენიმე სახელმწიფო არის, წარმოუდგენელია, რომ ეს რეგიონი არ ყოფილიყო დენთის კასრი, როგორც უკვე დასაწყისშივე ვახსენეთ.